ვინ იცის ის საშინელი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა იმ კაცმა, რომლისათვისაც მოხვდა ის ჯოჯოხეთში? ვის უნდა კიდევ ამის გაგება? მე გავიგე ეს ამბავი და ამიტომაც ვქადაგებ ამას. ასე უბრალოდ და გასაგებად გეტყვით თქვენ, თუ რა არის იმ კაცის ის საშინელი ცოდვა, რომ არავინ აქ მყოფმა აღარ გაიმეოროს ეს. ლუკას 16 თავის 19 მუხლი გვეუბნება, რომ ის იყო მდიდარი კაცი მიწიური ცხოვრების დროს. მე ჩემს თავს ვეკითხებოდი, შეიძლება კი სიმდიდრე იყოს მის ჯოჯოხეთში მოხვედრის? როგორ ფიქრობთ თქვენ, კი თუ არა? არა. მე გეთანხმებით თქვენ. მდიდარი იმიტომ კი არ მოხვდა ჯოჯოხეთში, რომ მდიდარი იყო ან ღარიბი სამოთხეში, იმიტომ რომ ღარიბი იყო. ერთი ღამით მდიდარი მოკვდა მდიდრულ ოთახში, ღარიბი კი გარეთ ქუჩაში. და როდესაც მდიდარმა კაცმა დახუჭა თვალები ამ მიწაზე, რამდენიმე წუთში გაახილა თვალები ჯოჯოხეთში. ამას იესო ამბობს. იესო მოგვითხრობს. ამენ. მდიდარი კაცი მოკვდა და აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. და შემდეგ იესო ამბობს, რომ ღარიბიც მოკვდა და ანგელოზებმა ის მიიყვანეს აბრაამის წიაღში, მოსვენების ადგილზე. სამოთხე, ზეცა, როგორც გინდათ ისე უწოდეთ. ეს სიხარულის და მოსვენების ადგილია. ჰალელუია. და ეხლა მე ვფიქრობ, რომ როდესაც იმ ადამიანმა ჯოჯოხეთიდან აიხედა ზემოთ და როდესაც დაინახა სამოთხე, თვალებს არ დაუჯერა. ასე არა? და დაინახა ის ღარიბი კაცი, რომელიც მისი სახლის წინ ცხოვრობდა. და ეს კაცი აბრაამის წიაღში იმყოფებოდა. აქ იწყება დიალოგი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. და აქ ჩვენ გვეძლევა პასუხი, თუ რისთვის მოხვდა ის კაცი ჯოჯოხეთში. თქვი ამინ ამაზე. ჰალელუია. მდიდარმა კაცმა დაიყვირა ჯოჯოხეთიდან და თქვა, მამაო აბრაამ, გამომიგზავნე ლაზარე, რომ დაისვეროს თითი წყალში და გამიგრილოს ენა, ვინაიდან მე აქ ვიტანჯები ამ ცეცხლის ალქი. აბრაამმა უპასუხა, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთზე ხიდი არ არის. ამიტომ არავის შეუძლია აქედან მაქით გადმოვიდეს. როდესაც იმ ადამიანმა გაიგო, რომ ის ჯოჯოხეთში ვერ მიიღებს დახმარება სამოთხიდან, როდესაც მიხვდა მან ეს, მან თქვა, მამაო აბრაამ, გევედრები, მიწაზე მე 5 ძმა დამრჩა. 5 ძმა, რომლებიც იგივე ცოდვას ჩადიან, რაც მე ჩავიდინე. ესე იგი ეს ნიშნავს, ისინი მე შემომიერთებიან აქ ჯოჯოხეთში. ამიტომაც გთხოვ, ვინმე აღადგინე და გააგზავნე ჩემს სახლში ძმებთან,
დააკაკუნოს და უთხრას მოგითხვა თქვენ თქვენი ძმიდან რომელიც ჯოჯოხეთშია თქვენ გჭირდება დახსნა იესო ქრისტეს მეშვეობით Ինչ ասաց Աբրահամը რა უპასუხა აბრაამ նրանք ունեն მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველი ასე რომ მათი ყავთ ქადაგებლები და ღვთის სიტყვა ბიბლია და თუ მათ არ სწამთ ღვთის ქადაგებლის Եվ եթե նրանք չեն და հավատում მათ თუ არ წამთ ამ ქადაგებლის სიტყვის არ დაუჯერებენ იმას ვინმე თუ აღდგება მკვდრეთით Եթե մեռედներից մեկը հարություն առնի Say amen. Ասեք ամեն თქვი ამინ ამაზე Հիմա ես հասավ ეხლა მე მივუახლოვდი მთავარ აზრს Հիմա ես պատրաստ եմ და მე მზად ვარ გითხრათ თქვენ თუ რა არის ის წყეული ცოდვა რომელმაც ის მდიდარი ჯოჯოხეთში მოახვედრა In verse 30. 30-ე 30 მუხლი მდიდარი კაცი մարդը աղաղակեց դժոխքի იხვეწებოდა ჯოჯოხეთიდან In reply and said, Եվ ի պատասխան ասաց No, Father, და თქვა არა მამაო აბრაამ Ոչ, ոչ არა მამაო აბრაამ հակառակ Սուրբ Հոգի და უცებ სულიწმიდან ამიხსნა მე და მითხრა Եվ նա ասաց აქ შენ შეიძლება შეგიძლია დაინახო ის ცოდვა რამაც ის აიძულა ჯოჯოხეთში წასულიყო are you listening? Դուք լսում თქვენ եք გესმით ჩემი դա սա է აი ცოდვა Man in hell Այդ ამ մարդը კაცმა դժոխք ჯოჯოხეთიდან ասաց, უთხრა ոչ, არა აბრაამს մեռած ժամանակ Բայց მაგრამ before in his life մինչ სიცოცხლის დროს կենթանության ժամանակ ის არას ეუბნებოდა იესოს and no Եվ და ყველაზე საშინელი ცოდვა რომელიც შეუძლია რომ ჩაიდგინოს ადამიანმა არის უთხრა არა იესოს լսեք მომისმინეთ երեկո დღეს მე გდგევარ აქ როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის მსახური Եվ ես ևս მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სახელს կգոչեմ այդ անունը Ես ասացի որ ես მე გავიმეორებ მას შენთან ერთად ես աղոթում եմ მე ვლოცულობ რომ სულიწმინდამ დაანთოს თქვენს გულებში ცეცხლი որ դուք երբեք რომ თქვენ არასდროს არასოდეს და հրաշալի არ დაგავიწყდეთ ეს ძვირფასი სახელი ეს განუმეორებელი სახელი და փառավոր ეს დიდებული სახელი და անուն է ეს სახელი ყველა სახელზე უმაღლესი სახელია და Հիսուս ეს სახელია იესო որովհետև երկնքի տակ იმიტომ რომ არ არის სხვა სახელი մարդկանց մեջ ცის ქვეშეცი ხალხთა შორის რომელთა ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ իմ սիրելի բարեկամ ჩემო ძვირფასო მეგობარო მე მინდა შეგახსენო ერთი რამ იმისაგან რაც ჩვენ მოისმინე როდესაც აბრაამმა უპასუხა მდიდრის თხოვნას მან უთხრა რომ მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი მათ უსმინო այլ խոսքերով մենք կարող ასე რომ სხვა სიტყვებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დროში თამამად თქვათ მათ აქვთ ღვთის სიტყვა მოისმინონ ის და გადარჩებიან բայց հարուստ მაგრამ დიდარმა კაცმა შესძახა არა მამაო აბრაამ նրանք խոսքեր են ისინი მარტო ქადაგებენ ակնհայտ მისთვის გასაგები იყო რომ მისი ძმები არ მიიღებდნენ ღვთის სიტყვას
սարսափելի է აი საშინელი ცოდვა, რომელიც მან ჩაიდინა. իմ բարեկամներ მეგობრებო, մի գործեք մի ნუ ჩაიდენთ იგივე ცოდვას, რაც ჩაიდინა მდიდარმა ღვთის სიტყვის მიუღებლობით. ես բարեխոսում եմ ձեզ მე გიმოწმებ თქვენ, դուք տեսակ თქვენი ხილეთ მინიშნება ზეციდან, բայց դրա նպատակը მაგრამ მიზანი ამის არის, რომ მიიყვანეთ თქვენ ცოცხალ მხსნელთან და თქვენს მოყვარულ იესო ქრისტესთან. նա է ეს მან დაღვარა სისხლის შენთვის. եւ Աստծո խոսքը და ღვთის სიტყვა ამბობს, რომელიც მოახმობს უფლის სახელს, გადარჩება. կփրկվի That name, այդ და ეს სახელია Հիսուսի იესო ქრისტე. I'm inviting you. ես հրավիրում მე გთავაზობ შენ, որ դու այս պահին რომ ახლა გააკეთო ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მე რომ შემეძლოს, ჩაგიკრავდი გულში და წაგიძღვებოდი შენ ამ ძვირფასი იესოსკენ, რომელიც ერთადერთია, რომელიც გიხსნის სიკვდილისა და ჯოჯოხეთისაგან. Let's call upon եկեք his կանչենք name. նրա անունը այս պահին მოდით მოუხმოთ მის სახელს ამ წუთში. და რაღაც მოხდება შენ შიგნით, როგორც ეს მოხდა ჩემში. იმიტომ რომ იესო ქრისტე შემოვა შენს გულში, უბრალოდ გაიმეორე ეს ლოცვა ჩემთან ერთად, მთელი გულით. սրտի մեջ Just repeat ուղղակի կրկնիր այս աղոթքը իմ ետևից but from the քո ողջ սրտի ნდობით და მიძღვნით ողջ վստահությամբ და ზეცა არ დაგტოვებს უპასუხოთ. եւ երկինքը მოვა პასუხი. կգա պատասխանը shall we pray եկեք աղոթենք მოდით ვილოცოთ. կրկնիր այս խոսքը გაიმეორე ეს სიტყვები ჩემთან ერთად. սիրելի Տեր Հիսուս ძვირფასო იესო ქრისტე, ես լսեցի მე მოვისმინე შენი სიტყვა ու պատասխանում եմ და გიხსნი გულს. ես ասում եմ այո მე ვეუბნები კის იესოს, ես ասում եմ այո კი გადარჩენას ու ես ասում եմ და ვეუბნები არას, ცოდვას սատանային და ეშმაკს. ես ապաշխարում მე ვინანიებ ჩემს ცოდვებს და გიძღვნი ჩემს ცხოვრებაში. ես მე հավատում მწამს გულით და ამას ვაღიარებ ჩემი ბაგეებით, եւ խոսում რომ ვარ ღმერთის შვილი որ ես Աստծո და რომ იესო ქრისტე ჩემი მხსნელია. որ Հիսուս Քրիստոսը իմ փրկիչն է ես վերստին მე ხელახლა ვარ შობილი. მე მწამს ეს და ვღებულობ եւ ես და მე շնորհակալ եմ გმადლობ შენ ამისათვის. Հիսուսի იესო ქრისტეს სახელით. ամեն accept it ընդունիր դա მიიღეს վերցրու դա და հավատքով აიღერ წმენით. դու հիմա შენ ახლა ღმერთის შვილი ხარ եւ այս պահից და ამ წუთიდან դրախտի შენ სამოთხის გზაზე დგეხარ God bless you. Աստված օգնի და ღმერთმა დაგლოცო შენ.